ღვთის ტახტის შემდეგ ღმერთმა შექმნა ანგელოზები სინათლისგან და ისინი მრავალრიცხოვანია. ღმერთმა შექმნა ისინი როგორც ძლიერები თაყვანისმცემლობაში და ფიზიკური ფორმით. ღვთის ბრძანებების შესრულების მიზნით ისინი მშვენიერი გარეგნობით არიან და უზარმაზარი ზომის. მათ აქვთ ფრთები და ისინი იღებენ მრავალ ფორმას, ისინი უკვდავები არიან და ისინი არასოდეს ემორჩილებიან ღმერთს. მეშვიდე ცაში არის სიდრატულ მუნთაჰა, ხე სამოთხის სამყოფელთან ახლოს, ხე აღნიშნავს უკიდურეს საზღვარს მეშვიდე ცაში, რომელსაც ვერავინ გაივლის, ანგელოზებიც კი. ეს უზარმაზარი ხე ფარავს მთელ სამოთხეს და ცას, ხეს აქვს უსასრულო რაოდენობის ტოტები, ყველა ტოტზე არის უსასრულო რაოდენობის ფოთლები, ყოველ ფოთოლზე უზარმაზარი ანგელოზი იჯდა, ხის ფესვიც მეექვსე ფენაშია, ის ფოთლები ჰგავს სპილოს ყურებს და მისი ნაყოფი დიდი ქილების მსგავსია. და არის მეშვიდე ცაში, ანგელოზთა წმინდა ადგილი მდებარეობს ბაიტულ მამური, ხშირი სახლი, სადაც ყოველდღიურად 70,000 ანგელოზი ეთაყვანება და ვეღარ დაუბრუნდებიან მას ანგელოზთა დიდი რაოდენობის გამო და მასში ყოველდღიურად შემოდის ახალი პარტია. და ყოველ ცაში არის სახლი, რომელიც სავსეა ანგელოზებით, რომლებიც იქ მოდიან თაყვანისცემის მიზნით, ხოლო სახლის სახელი, რომელიც პირველ ცაზეა, არის ბაიტულის ზა, ღირსების სახლი. და სახელი ანგელოზისა, რომელიც წარმართავს ანგელოზებს თაყვანისცემაში, არის ისმაელი ანგელოზი. მუჰამედმა სალალაჰ ალაიჰი ვასალამ თქვა, ყველა ცაში ფეხის ადგილი არ არის, ან თუნდაც თითის სახსარი ან ხელი, რომელსაც არ ჰყავს მწოლიარე ანგელოზი, ან მასში მშვილდი ანგელოზი, როცა განკითხვის დღე დადგება, მაინც იტყვიან, ჩვენ არ მოგცემთ თაყვანს, როგორც შენ დაიმსახურე თაყვანისცემა, ეს რომ არ გაგვეკეთებინა თქვენთან პარტნიორების გამოწერის გარეშე. როცა თაყვანს სცემენ, ისინი ასრულებენ რიგს და ამაგრებენ ერთმანეთს და შეავსეთ ხარვეზები რიგში და ასე წინასწარმეტყველი მუჰამედი, სალლაჰუ ალაიჰი ვასალამ, უბრძანა თაყვანისცემა. ახლა საუბარია გაბრიელზე, ის არის მთავარ ანგელოზი, მას აქვს მაღალი სტატუსი და ამაღლებული ადგილი ღმერთის გვერდით, ყველა ანგელოზი ემორჩილება გაბრიელს, ღმერთს დიდი იმედი აქვს მასზე, რის გამოც იყო ელჩი, ღმერთსა და მის წინასწარმეტყველებს შორის, გამოცხადებებით მათზე დაშვება, მას 600 ფრთა აქვს და მანძილი თითოეულ ფრთას შორის. არის მსგავსი მანძილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ყოველი ფრთა ავსებდა ჰორიზონტს, ფრთებიდან ყველა ფერის მარგალიტი და ძვირფასი ქვები ჩამოვარდა. მიქაელიც მთავარ ანგელოზია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა წვიმებსა და მცენარეებზე, ჰყავს თანაშემწეები, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც ბრძანებს, ღმერთის ბრძანებით, ანაწილებენ ქარებს და ღრუბლებს, ღმერთის ნების მიხედვით, ყოვლის შემძლე. და ასევე არის მთების ანგელოზი. და ყველა ადამიანს ჰყავს ანგელოზი, ევალება მისი დაცვა ძილისა და სიფხიზლის დროს. და არის ჩანაწერი ანგელოზები, ერთი ზის მარჯვნივ და ერთი მარცხნივ, ისინი მეთვალყურეები არიან, ერთი არის კარგი საქმეების ჩაწერა და ერთი არის ცუდი საქმეების ჩაწერა. რაც შეეხება სიკვდილის ანგელოზს, მისი სახელი ყურანში ნათლად არ არის ნათქვამი, არც წინასწარმეტყველ მუჰამედის ავთენტურ გამონათქვამებში, სალლაჰუ ალაიჰი ვასალამ, სიკვდილის ანგელოზი, ვინც შენზეა დაყენებული, წაიღებს თქვენ სულებს. მაშინ შენს ღმერთთან მიგიყვანენ, მას ასევე ჰყავს დამხმარეები, რომლებიც სხეულიდან სულს ამოიღებენ, სანამ ყელამდე არ მიაღწევს, რაზეც სიკვდილის ანგელოზი მას ხელში აიღებს, და როცა აიღებს, თვალის დახამხამებაზე მეც არ ტოვებს ხელში, სანამ მას მიიღებენ მისი დამხმარეები და მის შესაფერის სამოსელში ჩაგდება, ვინც არასწორს აკეთებს ცხოვრებაში, სიკვდილის ანგელოზი მათ სულებს ტკივილით წაართმევს, ამდენი ტკივილი, როდესაც ანგელოზები მათ სასიკვდილოდ მიჰყავთ და სახეზე და ზურგზე ურტყამდნენ. და ვინც მართალი იყო მათ ცხოვრებაში, სიკვდილის ანგელოზი მათ სულებს მშვიდად და პატივისცემით აიღებს, ვინც ანგელოზები სიკვდილში იღებენ კეთილს და წმინდას, ანგელოზები იტყვიან, მშვიდობა შენზე, შედი სამოთხეში, რასაც აკეთებდი. მერე სულით ამაღლდებიან, თუ ეს მართალი სულია, ცის კარიბჭე იხსნება მისთვის, მაგრამ თუ არ არის მართალი, ცის კარიბჭე დახურული დარჩება და სული მიწაზე დააგდებს. და აქ არის საფლავის ანგელოზები, მუნკარი და ნაკირი.
ისინი პასუხისმგებელნი არიან საფლავის სასამართლო პროცესზე და დაეკისრათ პასუხისმგებლობა საფლავის მკვიდრთა დაკითხვა მისი ღმერთის შესახებ, მისი რელიგია და მისი წინასწარმეტყველი და გამოცდიან მართალთა და ცოდვილთა. მათ აქვთ შავი სახეები და ცისფერი თვალები და აქვთ კბილებს. მათი ფიზიკური ფორმები შემაშფოთებელია და მათი ხმები შემზარავია. 60 მცველი ანგელოზია, რომლის სახელია რიდვანი და ჯოჯოხეთის მცველი არის მალიკი. ახლა საუბარია რაფაელზე. ის ასევე მთავარანგელოზია. ღმერთი არის ტახტზე მაღლა და როგორც ადრე გითხარით ღვთის ტახტის მატარებლის შესახებ, რომ მანძილი მის ყურსა და მხარს შორის 700 წლისაა და რაფაელი არის ტახტის ერთ-ერთი მატარებელი და დაუბერავს საყვერს ღმერთის ბრძანებით სამჯერ. პირველი კოზირი იქნება ტერორის კოზირი. მეორე კოზირი იქნება დაღლილობის კოზირი. და მესამე იქნება განკითხვის დღის კოზირი.